მოგესალმებით, ჯეოასტრო TV წარმოგიდგენთ გადაცემას, სადაც ვისაუბრებთ მე და თორნიკე ბიძინაშვილი, ასტროლოგი, სხვადასხვა ეზოთერულ ასტროლოგიურ თემებზე. ძირითადად განვიხილავთ ასტროეზოთერული ცენტრის ფუნქციონირების 3 წელიწადს, უკვე 3 წელიწადი შესრულდა, რაც ეს ცენტრი ჩამოყალიბდა, მე-4 წელია დაწყებული და ზოგადად შევაჯამებთ ცენტრის ფუნქციონირებას, რა შეასრულა, რა მიზნები აქვს მომავალში და შემდეგ გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ კარმულ ასტროლოგიაზე. კარმული ასტროლოგია ასტროლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რის გარეშეც ადამიანის ფსიქოტიპის გაშლა, მისი მისიის დადგენა ცხოვრებაში და მის სულიერ განვითარებაზე საუბარი ძალიან გაგვიჭირდება. მოდი მოგესალმებით თორნიკე, ჩვენ ხშირად გქონია შეხვედრები, ერთადაც გქონია საჯარო ამბები, გვისაუბრია მერწყულის ეპოქაზე და სხვადასხვა ეზოთერულ თემებზე. დღეს მოდი უბრალოდ შევაჯამოთ ჩვენი ცენტრის ჯეოასტროს ფუნქციონირების 3 წელიწადი. შენ დაარსე ეს ცენტრი და რა მიზნებს ისახავდი, როდესაც ფიქრობდი ამის განხორციელებას, რა შეასრულე და რას ფიქრობ მომავალში, რა მიზნები გაქვს დასახული, რომ ვისაუბროთ ამაზე. მოკლედ დიდი მადლობა ნიკა წარდგენისთვის, დიდი მადლობა რომ იღებ გადაცემაში მონაწილეობას. შეიძლება მას ყველაფერს ერთჯერადი ხასიათი ქონდეს, მაგრამ ვისურვებდი რომ ეს პერმანენტული ხასიათი მიეცეს ამ გადაცემას და ძალიან ასე ვთქვათ კარგად შეგიძლიათ ყველაფერი წარმართო, გაშალო თემები და მოკლედ მშვენიერი მონაცემები გაქვს ამაგისად. რაც შეეხება ცენტრს, ამას ძალიან ბევრი მისაუბრია და ახლა ძალიან მოკლედ და ძალიან ლაკონურად გიპასუხებთ, რომ ანუ ცენტრს ამ მიზნებიც ქონდა პრინციპში შეასრულა. ეს მიზნები იყო პრინციპში მეტი სინათლის გაცემა, მეტი ცოდნის გაცემა, აკადემიურობა და ამაზე ვმუშაობთ, ამაზე ისე მიდის მუშაობა, გავაკეთეთ სკოლა, ვაკეთებთ ასევე ასტროლოგიურ კონსულტაციებს. მრავალი მხრივ გავშალოთ კიდევ ჩვენი მოღვაწეობა, იგივე მინერალურობის სფერო განსაკუთრებით ძალიან აქტუალურია ამ ბოლო დროს და ასევე პარანორმალური მონათა კვლევითი ცენტრი, რომელზეც ისევ და ისევ, ასე ვთქვათ, ცოტა ნელ-ნაბიჯებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მივიდივართ წინ და რაღაც გარკვეულ შედეგებით დავდეთ უკვე. შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიმართულება ჯერ ისევ, ასე ვთქვათ, გადასალახია ის ბარიერები, რომ მთავარ მიმართულებას დავადგეთ, ეს არის ჩვენი დიდი ცენტრი, დიდი ასტროლოგიური ცენტრი, რომელიც იქნება ქალაქ გარეთ. ჩვენ გვინდა რომ ქონდეს ასევე ჩვენი სპეციალური ობსერვატორია, სადაც იქნება სწორედ ასტრონომიისა და ასტროლოგიის სინთეზი, როგორც იყო ეს ძველთაგანვე. აღვადგინოთ ეს ყველაფერი და პლუს მიმართულება ალტერნატიული მედიცინის ცენტრის, რომელიც ძალიან პრინციპში პირდაპირ კავშირშია ჩემ პროფესიასთან, ძირითად პროფესიასთან და სწორედ ეს ალტერნატიულ მედიცინაში სწორედ შედის ასტრომედიცინაც, შედის უკვე ფიტოთერაპია, ლითოთერაპია და კიდევ სხვადასხვა მიმართულებები. ისე მოდი თორნიკე, ანუ სანამ გადავალთ დიდ ცენტრზე, რომელსაც ჩვენ გეგმავდა, რომელიც პროექტი გაქვს, რომელიც ქალაქ გარეთ იქნება და საკმაოდ მასშტაბური გეგმა გაქვს, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ გამოგივა. ბევრი იყო სკეპტიკურად განწყობილი ზოგადად ამ ცენტრის მიმართაც, როდესაც თორნიკე ამ ყველაფერს გეგმავდა. თუმცა განხორციელდა, ასევე სკეპტიკურად იყო განწყობილი ასტროლოგიური სკოლის მიმართაც, თუმცა ეს სკოლაც ფუნქციონირებს და აი ამაზე მინდა რომ თორნიკესთან დავილაპარაკო. შენ ვიცი რომ ყოველთვის გეგმავდი საქართველოში პირველი ასტროლოგიური სკოლის დაფუძნებას. და ეს ასტროლოგიური სკოლა ეხლა ფუნქციონირებს, სტადიან სწავლობენ, ეცნობიან ასტროლოგიას უფრო ხმად პროფესიონალურ დონეზე. ამაზე რა სიტყვი, კმაყოფილი ხარ თუ არა იმ კონტინგენტით, რომელიც მოდის, როგორ ითვისებენ, ეს საკმაოდ რთული სფეროა, ეს არ არის ის, რომ რაღაც რთული სფერო ასტროლოგია, დიდი ცოდნა და ამ ცოდნას უნდა შესაბამისი გადაცემა და ხალხი სჭირდება, რომელიც ამ ყველაფერს აღიქვავს სწორედ. ანუ აქ თავარი რა არის, ცინიკა, აქ ჯერ კიდე სამუშაო ძალიან ბევრი არის, იმიტომ რომ ჩვენ რო დავწვათ თავიდან უკვე აკადემიურად, უკვე სამკურსიანი სწავლება ამან ვერ გაამართლა საქართველოში. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თუმცა საპროპირებულია თამსოფლიოში, მაგრამ ჩვენთან ცოტა გაუჭირდა ამას, იმიტომ რომ
პასუხისმგებლობით გრძნობითაც ვერ მოეკიდნენ ეგერთი ოჯახური მდგომარეობა, ფინანსური მდგომარეობა, თვითონ გარეთ ტრანსპორტირების პრობლემა, ყველაფერი თითქმის დაატყდა ამ სკოლაზე, ძალიან გაჭირდა სწორედ ამ აკადემიური მიმართულების განვითარება. ლაპარაკია სწორედ იმ 3 წლიან კურსზე, სადაც მას რომელიც ჩვენ დავიწყეთ და ვერ განვავითარეთ, ცოტა ხანი ჯგუფი დაიშალა. მე ისე აეწყო, ახლა ეს გრძელდება ეს ყველაფერი. თუმცა ახლა ეს ახალი ნაკადები, რომლებიც უკვე ამთავრებენ თავის სწავლებას და ახლა უკვე გაიცეს უკვე დიპლომები, მათ აქვთ საბაზისო ცოდნა უკვე, მათ უკვე შეუძლიათ მათ უკვე გააცნობიერეს უკვე რა არის უკვე ასტროლოგია და მათ უკვე თავისუფლად შეუძლიათ უკვე გადაეჭრან უკვე მეორე, მესამე კურსზე შევიდნენ და უკვე სიღრმისეულად შეისწავლონ და ასე ვთქვათ, გაიარონ აკრედიტაციას ასტროლოგიის და შესაბამისად უკვე საქართველოს ეყოლება პირველი ნამდვილი ასტროლოგები და ისინი იქნებიან უძლიერესები ამერიკასიაში. ამიტომ ეს ეტაპების გავლა მოგვიწია, მე არ მეგონა თუ ესე გაჭირდებოდა, თუმცა ეს გაჭირება, ეს თულად აქმა ინფორმაციის იმის ბრალი ხო არ იყო შენი აზრით, რომ ან ზოგადად ადამიანები მიჩვეულებიან, რომ ასტროლოგია არის რაღაც გაზეთებში დაწერილი პროგნოზები, მხოლოდ და რაც ქმნის ილუზიას, თითქოს ეს არის ძალიან ადვილად ასათვისებელი სფერო. ხალხმა ვერ გააცნობიერა რასთან ქონდა საქმე ეს იყო რა. მოსწავლეებმა ვერ გააცნობიერა რასთან ქონდა საქმე. 20 ბავშვიდან 5 ბავშვი დარჩა და შესაბამისად მათ კიდე მოიწადინეს ის, რომ ეს სწავლა გაეგრძელებინა და აგრძელებენ კიდევაც სწავლას. ვინც გააცნობიერა, ისინი გადიან ბოლოში. თუმცა ეხლა უკვე ცოტა სხვანაირად ხდება ეს ყველაფერი და როგორც ხდება ეს უკვე ისია, რომ მორგებული და სწორედ საქართველოს სიტუაციას ქართულ ფსიქოტიპს სწავლების მეთოდია. ხო, მეთოდი უკვე ის მეთოდი შევთავაზეთ უკვე რაც არის. უკვე მე უკვე ადამიანები თვითონ აცნობიერებს უკვე შაშეული როგორ შეუძლია გახაჩავს, ბჭყალებში თუ ვერ გახაჩავს. ზოგადად ამ სფეროში თუნდაც ძველი ეგვიპტური სკოლები რო ავიღოთ, ანუ ერთეულები აღწევდნენ იმ ცოდნას, რომელიც ითვლებოდნენ პროფესიონალებად, ხო? თუნდაც სკოლამ რო გაზარდოს, თუნდაც 1-2 ასტროლოგი, რომელიც რეალურად ეცოდინება ასტროლოგიის არსი და არ იქნება ზერელე დამოკიდებულება და ზოგადად რაც არის ხა პოპულარული საქართველოში მიდგომა, მხოლოდ პროგნოზები და მხოლოდ საკუთარი პირადი რუკის გაშლა და ასე შემდეგ და არა გლობალურად დანახვა პრობლემის რაც ასტროლოგია და გლობალურ ჭრილში დანახვა თვითონ სამყაროსი, ასტროლოგიით შეიძლება აღიქვამ მთლიანად აღქმა შეგეცვალოს და პროგრამად გაიაზრო ზოგადად შენ არა მარტო შენში არა სამყაროში მიმდინარე მოვლენები და ჩემი აზრით, თუნდაც რამდენიმე ადამიანიც რო გამოვიდეს პროფესიონალი ამ სკოლიდან და ეს უკვე დიდი მიღწევა იქნება. დიდი წარმატება იქნება ჩვენი, რა თქმა უნდა ეს. მოდი, ასტროლოგიური სკოლიდან გადავიდეთ იმაზე, ხა სადაც ვიმყოფებით. ესეც ახალი პროექტია. GeoAstro TV. შენ გადაწყვიტე, რომ გავიკეთებინა ტელევიზია და ეს ტელევიზია გაძლევს საშუალებას უფრო ფართოდ გააცნო ეს ცენტრის მოღვაწეობა და პროექტები მოსახლეობას. ანუ რას ფიქრობ შენ ტელევიზიაზე და რას გეგმებს ისახავ ამ მიმართულებით, როგორ ფიქრობ ამის განვითარებას აი ამაზე რომ ორი სიტყვითაც შევეცდები. კი, ესე იგი, მოგახსენებ, ჩვენ რამდენიმე ტელევიზიას უკვე შევთავაზეთ რაღაც მსგავსი პროექტები, ქონდა რადიოშიც მცდელობა გაკვეთებინა გადაცემების და ხალხის ინტერესი საკმაოდ დიდი იყო, თუმცა თვითონ ტელევიზიებისა და რადიო მაუწყებლობის იმათ მხრიდან ხელშეწყობა იყო რაღაც დონეზე, მაგრამ ტელევიზიებმა ყოველ შემთხვევაში არ გამოთქვეს სურვილი. რადიოს არ აყავს ახლა იმდენი მსმენელი და იმდენი ეს რესპონდენტი რამდენიც ტელევიზიას აყავს, ამიტომ გვინდა რომ რამდენიმე ტელევიზიისთვის სწორად გვეჩვენებინა ის გადაცემები პროექტის სახით, თუნდაც რასაც ახლა ჩვენ ახლა ვაკეთებთ და ჩვენი ერთ-ერთი მიზანიც ეგ არის, რომ გავრცელდეს ეს ინფორმაცია. თავდაპირველად ინტერნეტ საშუალებით, ახლა ინტერნეტ ტელევიზია ყოველ შემთხვევაში ეს ფუნქციონირებს ჩვენ საიტზე და ჩვენი საიტიდან მე როგორ შეგიძლიათ უყუროთ ამ გადაცემებს, მე გადავალთ უკვე მე როგორ სილკანდისა და კავკასუსის არხებზე. ასე My Video Jazz-ს გვინდა რომ ყველაფერი გავაკეთოთ, ნელა მოვუწეთ ყველაფერი. თან შევქმნათ ის პროდუქტები, რომლებიც ხალხს აინტერესებთ, იმიტომ რომ ეზოთერული ტელევიზია და ეზოთერული
ასე ვთქვათ, რადიო მაუწყებლობა არ არსებობს, თუმცა ჟურნალები არსებობენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ჩვენ თუნდაც სხვანაირად გვინდა დავუნახოთ ყველაფერი ხალხს. იქ უნდა იყოს პრეზენტაბელურობა, იქ უნდა იყოს წარმოჩენილი კარგად კადრები, მაგალითები და მოკლედ კიდევ ბევრ საინტერესო პროდუქტს ვაპირებთ, რომ ბევრ საინტერესო პროდუქტი წარუდგინოთ ხალხს. ჩვენ მართულებებით მოკლედ რა. გასაგებია. იცი თორიკე შენ გადაცემის დასაწყისში ჩვენ ვისაუბრეთ დიდ ცენტრზე, რომელსაც ჩვენ გეგმავ ქალაქგარეთ და ანუ ეს ცენტრი როგორც მე ვხედავ იქნება ეს არა მარტო ანუ მე მგონი რაღაც რეგიონში იქნება რაღაც ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი სადაც იქნება ადამიანის ფსიქორეაბილიტაციის ცენტრიც იქნება თვითონ შეკრებილი იქნება სხვადასხვა მიმართულებები, ხო? იოგა იქნება, თაიძი იქნება, ასტროლოგია და ეს ყველაფერი მოიმსახურება იმას, რომ ანუ ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაჯასახდეს, აი სტრესული გარემოდან გამოვიდეს და ფსიქოლოგიობაც უფრო ფართე კონდეთ მასებს. ანუ ამაზე დავილაპარაკოთ, რა გეგმები გაქვთ და რა ეტაპზეა ეს პროექტი და რა გჭირდება, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს და განხორციელდეს. ანუ როგორ ვარიანტი აქვს, ბევრ შეიძლება სასაცილოდ მოეჩვენოს ეს ყველაფერი, მაგრამ საქართველოს გადარჩენის ერთ-ერთი ნათელი წერტილი იქნებოდა ეს ცენტრი, ეს ცენტრი, იმიტომ რომ აქ უნდა მოხდეს ადამიანის ცნობიერების დონეზე, ასე ვთქვათ, ტრანსფორმაცია თავისთავად, ადამიანის შესაძლებლობების გაგვიძება, ის რაც მას გააჩნია, ადამიანში სწორედ ის ღმერთის პოვნა, რასაც ყოველ შემთხვევაში ხალხი რაღაც სხვანაირად გებულობს და სადღაც ეძებს ამას საკუთარ თავში იპოვოს ის ღვთაებრივი საწყისები, ის ძალები, ის შესაძლებლობები, რაც გაგვაჩნია ჩვენ, რაც მიძინებულია, რასაც ჩვენ ვაიგნორებთ. და ყველაზე მთავარი კიდევ ის არის, რომ ბევრი დაავადება სწორედ მოდის ადამიანის ცნობიერებიდან, ადამიანის მოქმედებებიდან და შესაბამისად ნებისმიერ დაავადებას არის ფსიქოლოგიიდან წამოსული საწყისი ფსიქოლოგია და ოღონდ დაავადება ეს არის უკვე თვითონ ორგანიზმის რეაქცია მის ფსიქიკაზე, მის ქმედებებზე, მის საქციელზე და ასე შემდეგ მოკლედ. ანუ ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, იქ უნდა გაიღვიძოს, იქ უნდა გაიგოს რასთან აქვს საქმე. პლუს ნუ ძალიან დაბალ დონეზეც და ხალხისთვის ზოგადად ვისაც ეს უნდა და ვისაც იქნება მის საშუალება და სრული რომ ამოვიდეს განიმუხტოს სტრესული გარემოდან გამოვიდეს ქალაქგარეთ სადაც იქნება ანუ მე როგორც ვიცი უკვე ტერიტორია არის შეიძლება უბრალოდ შენ როგორც მოვხვდები გჭირდება დახმარება გვერდში დგომა ადამიანების რომ ეს პროექტი უბრალოდ ანუ კარკასი არის ესე ვთქვათ ამ ყველაფრის უბრალოდ უნდა ხორცი შეესხას ხო ამ ყველაფერს ხო იდეა არის ტერიტორიაც არის რაღაცები გვაქვს მთლად ნულიდან არ ვიწყებთ მაგრამ საკმაოდ დიდი თანხები საჭირო იმისთვის რომ ეს აღსრულდეს ეს და დაიწყოს ამაზე უკვე მუშაობა მშენებლობა და შემდგომ უკვე განვითარება პოვოს ამ ყველაფერმა ადგილას სადაც ის იქნება ადამიანს ექნება საშუალება რომ გარკვეული პერიოდი დაყო ხო ანუ იქ იცხოვრონ ესე ვთქვათ კი და ანუ ადგილსაც შევეხები ანუ რაც თვითონ ტერიტორია თვითონ გეოგრაფიულად შერჩეულია ისე რომ ყველანაირ თქმაყოფილებს ეზოთერულ კრიტერიუმებს რაც აუცილებელია როცა რაღაც მსგავსი რაღაც ჩენდება ამიტომ ესეც გათვალისწინებულია და ამიტომ არის შერჩეული კონკრეტულად ეგ ადგილი მან თვითონ კარგი სინთეზი არის როგორც მიწის ტყის, ტბის, ასევე ენერგეტიკა ძალიან კარგი, ასევე მზის სამოსლოს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ ყველაფერზე და მის განლაგებას რომ თათა სისტემას, ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად დაფიქრებული და მაგათ დაემთხვა ეს ყველაფერი ყოველ შემთხვევაში. ეს ბევრი ადამიანის იმედი იქნება საბოლოოდ და ძალიან ბევრი ადამიანში და გაიღვიძებს სწორედ ის რაც ყოველ შემთხვევაში ადამიანი ეძებდა ბევრ კითხვებს გასცემს პასუხს ბევრ კითხვებს ამით როგორც ვიცი ანუ თვითონ ადამიანური რესურსიც არის ამის ანუ პროფესიონალები მაგალითად იოგაში, თაიძში, სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც თანახმა არიან, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ ხო, ნუ რაც შეეხება კადრი ყავს ყოველ შემთხვევაში მაგაზე პრობლემა არ არის, არანაირი საქართველოში მოიძებნებიან ის ხალხი, კომპეტენტური ხალხი და სპეციალისტები თავის საკუთრ რომლებიც ამ თემებზე იმუშავებენ და გაუძღვებიან თავიდან ბოლომდე მიიყვანან თავის საქმეს. ხო, ანუ აქცენტი გავაკეთოთ იმაზე, რომ ეს ადგილი არ იქნება მხოლოდ როგორც ასტროლოგიის ცენტრი, ეს იქნება ზოგადად. ზოგადად ეს ეზოთერული და მიმართული იქნება ადამიანის გაცნობიერების ამაღლებაზე და ასევე
მედიცინის მხრივ, ალტერნატიული მედიცინის ის იქნება ერთ-ერთი უმთავრესი ცენტრი კავკასიაში. გასაგებია, მე იმედი გამოვთქვათ, რომ ეს პროექტიც როგორც ყველა სხვა დანარჩენი საკმაოდ მალე განხორციელდება. რომ გავიყოთ თავიდან როგორც ვიწყებდით, როგორც თქვი, ბევრს არ ეგონა რომ აქამდეც მოვიდოდით. თუმცა, შრომა და ეს ენთუზიაზმი და ჩვენი გულწრფელი სურვილი რომ რაღაც უკეთესობისკენ შევცვალოთ იმ ადგილას, სადაც ვცხოვრობთ, საქართველოში, თბილისში, ეს ყველაფერი განხორციელდება. მოდი თორნიკე ან ზოგადი მიმოხილვისგან გადავიდეთ უკვე კონკრეტულ თემაზე, რასაც ვისაუბრე, კარმულ ასტროლოგიაზე. ეს უმნიშვნელოვანესი თემა ადამიანის განვითარებისთვის, ძალიან საინტერესო, მისტიურიც ესე ვთქვათ. აი ზოგადად რო დავიწყოთ რა არის კარმა და ანუ ასტროლოგები უბრალოდ როგორ უყურებენ კარმას და შემდეგ გავშალოთ უკვე ეს თემა. ხო, ну კარმა ბედიღბალი, ეს ცხოვრებისეულ ტენდენციები თლიანად ერთ სისტემაა, რომელიც წარსული ცხოვრების და აწყვოში არსებული მდგომარეობას შეისწავლის. კარმული აკავშირებს, ხო, ну კარმული ასტროლოგია და შესაბამისად აქ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სწორედ ადამიანის პირად ნატალურ რუკას, ვიწყებთ იქიდან. პირად ნატალურ რუკაში არსებულ იმ ფიქტიურ პლანეტებს, რომელსაც ქვია კეტუ და რახუ, აღმავალი კვანძი, ანუ გველეშაპის თავი და გველეშაპის კუდი, მოკლედ აი ეს ბევრი ინტერპრეტაციები აქვს. ეს მიმართულება დასავლურ ასტროლოგიაში სწორედ აღმოსავლეთიდან წამოვიდა ინდური ასტროლოგიიდან და შესაბამისად ეს განაგებს ერთ-ერთი მთავარი ეს არის, საიდანაც შეიძლება ადამიანის მომავალი მისია, რატომ დაიბადა და რატომ გაჩნდა ქვეყანაზე და წარსული რა იყო, როგორი ცხოვრა და რა მისიები და რა პროგრამები აქვს ახლა გასავლელი. ჩვენ ბრმად ცხოვრობთ ადამიანები ზოგადად, ძალიან ბრმად ცხოვრობთ და ძალიან ეს უაზრო ცხოვრობთ, არ ვითორისწინებთ აი მსგავს აი მიმართულებებს და არ ვახსენებთ ამას ყურადღებას და მე გვიჩნდება რაღაც შეკითხვები და პროტესტები, რატო მომდის ეს ყველაფერი. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ერთ ადგილას ტრიალებთ, ერთ ადგილას, ერთ წრეში ვართ და იმას ვერ გავცდით იქიდან. იმიტომ რომ არ არის განათლება, იმიტომ არის სიბნელე, წყუდიათში ვართ. შესაბამისად, ინფორმაციულ მატებიცეთმა გამოიწვია ადამიანის დეგრადაცია და ჩვენ იმის მაგათ რომ განვითარდეს, პირიქით წავიდა იმისკენ, რომ წავიდა მისი განუვითარებლობა და დისფუნქცია იმ თვისებების, რაც აქვს ადამიანს. ანუ მიმართულება, როგორც ვთქვი, ანუ კარმული ასტროლოგია ადამიანს ანახებს თავარ გეზს, ხო, მიმართულებას ცხოვრებაში. თავარი გეზი მიმართულებას ცხოვრებაში კი ბატონო. ცხოვრების ჰარმონიზაციას. ხო, ანუ თავარი არის ის, რა გაიარა და რა უნდა გაიაროს. მე უკვე, ну, ალბათ ასტროლოგიური რუკა გაჩნდება სლაიდი მაგისიც, ნახავთ თქვენ თვითონ რა კავშირები აქვს მე თვითონ ამ კვანძებს. აი ამაზე კავშირები, ხო. ანუ როგორ ჩანს ადამიანის რუკაში კარმა? ანუ კარმა არის მიზეზშედეგობრივი კავშირი, გასაგებია რეინკარნაციის სისტემა შემოდის და ნიშნავს, რომ ადამიანმა რაც ადრე გააკეთა ის თვისებები, ის ემოციები, აზრები, ფიქრები, ის ყველაფერი ვლინდება უკვე მის ცხოვრებაში მატერიალიზდება, ასე ვთქვათ, და ვლინდება და უქმნის ან დაბრკოლებებს, ან ამვითარებს მას. ანუ ეს ყველაფერი როგორ ჩანს ნათალურ რუკაში, რო ვთქვათ. ხო, ну ეს სლაიდის სახითაც ახლა წარმოგიდგენთ ამ ყველაფერს, ნახავთ კიდევაც და შესაბამისად, ანუ ასევე როგორც აღმავალი კვანძები, დადებული წერტილები, რომლებიც მუშაობენ ზოდიაქოს ანუ საათის ისრის საწინააღმდეგოდ და შესაბამისად მის კავშირებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რა კავშირები აქვს პლანეტებთან, რა კავშირები აქვს სხვა ფიქტიურ პლანეტებთან თუნდაც და შესაბამისად მარტო აღმავალი კვანძი არ არის, მან სხვა ფიქტიურ პლანეტებიც არის, როგორც თეთრი მთვარე და შავი მთვარე, ანუ ლილიტი და სელენასაც ეძახიან ამას. და ასევე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება კონკრეტულად პლანეტარულ განლაგებებს, რეტროპლანეტებს, უკმავალ პლანეტებს. ანუ ეს უკვე კარმული დაზიანება აქვს, უკვე რაღაც კარმული დავალიანებები უკვე აქვს, სხვა პრობლემებია, რომელიც უკვე თვითონ ფიზიკურ დონეზე აჩენს პრობლემატურ საკითხებს. გააჩნია რა პლანეტა არის, გააჩნია რა ნიშანშია, გააჩნია რა სახშია, იქიდან უკვე იქნება უკვე მთლიანი სურათი ფიქტიურ და ფაქტიურ პლანეტებს შორის, მათ შორის კავშირების თუ არის და უკვე ვიღებთ უკვე სრულ სიუჟეტს რა იყო, რა არის და რა უნდა იყოს, როგორ უნდა განვითარდეს, როგორ უნდა აეწყოს ცხოვრება და როგორ უნდა წარმართოს, რა არის მისი მისია, როგორ უნდა იცხოვროს, რა უნდა შეასრულოს, რომ ერთ-იგივე სულ დავალებები არასრულოს და დავალებები ერთი და იგივე ადგილას არ იტრიალოს ხო და განვითარდეს, სულის განვითარება ეს ყველაზე მთავარი.
ადამიანს ვერ წარმოუდგენია, რომ ის მეორეთაც დაიბადება, მესამეც დაიბადება და კიდე 1000 ჯერ დაიბადება, კიდე ბევრჯერ დაიბადება. ესაა ძალიან ცუდი. და ვინც ამას უარყოფს, ეს უკვე კაცობრიობის მტერია თვითონ, ხალხის მტერია, იმიტომ რომ ის აქცევს რაღაც ჩარჩოში, არ არსებულ ჩარჩოში, ილუზორულ ჩარჩოში, რომელიც დამონებისკენ და რომელიც ვინც ამას უარყოფს, უშლის ხელს სწორედ აი იმ სულიერი მისიის შესრულებას, რაც თითოეულ ადამიანს აკისრია, ხო? ის მისია, რომელიც მის როგორც სულიერ ფიზიკურ მდგომარეობას უკეთესებისკენ შეცვლის. რა თქმა უნდა, კი. ამის დაბლოკება ხდება, აი. და როცა ხდება ხოლმე დაბლოკო ამ ინფორმაციის, ეს უკვე დიდი მავნებლობაა კაცობრიობის წინაშე. ძალიან ესე შეიძლება ძალიან ცუდად ჟღერს ეს და ძალიან მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტის სახეზე არის რომ ადამიანები ძალიან რთულად იღებენ თავის წილბედნიერებას ძალიან რთულად აკეთებენ თავის და ასრულებენ თავის დავალებებს და შესაბამისად ბევრი უფრო უბედური ვიდრე ბედნიერი ამიტომ ჩვენი მოვალეობა არის ჩემი აზრით ან ზოგადი მორალური შეძახილები რომ ვიყავი კაი ადამიანი თანამედროვე ადამიანს არ ყოფნის ანუ მეტად უფრო ინტელექტზეა ორიენტირებული და აინტერესებს პასუხი რატოა ჩემ ცხოვრებაში ეს და რატო უნდა გავაკეთო ეს და რატო უნდა შევცვალო და უფრო მეტი დამაჯერებლობა ჭირდება ჩემი აზრით მეტ დამაჯერებლობას კონკრეტული პასუხები იძლევა რომელიც ასტროლოგიურ უკიდან გამომდინარე ძალიან ცხადია და ძალიან კარგად გებულობენ თავის თავს იღებენ უკვე იმ მაგალითებს რასაც თვითონ ცხოვრება აძლევს რომ ვეუბნები ველაპარაკი მაქვს კონტაქტი ვეუბნები რომ ესე იქნება და არა ესე რადგან შენ ამას ესე არ აკეთებ სწორედ და ეს სრულდება მე უკვე ჯერათ მე უკვე ფიქრობენ, მე უკვე იღვიძებენ უკვე ადამიანები და მე უკვე ხდება მათი უკვე პროგრესისკენ გადანაცვლება. ამიტომ ადამიანებმა უნდა გაითავისონ ის, რომ არსებობს რეინკარნაცია, არსებობს ადამიანების სულთა მოდინება და ასე გადინება აქედან, ეს ხდება მარადიულად, ეს ხდება მუდამ. მრავალჯერადი დაბრუნება სანამ თლიანი თავისთავად ზოგი დიდხანს უწევს იქ ყოფნა და დიდხანს არ მოდის, ზოგი პირიქით უფრო მალე ხდება, იმიტომ რომ დასამთავრებელი რაღაც თავის მისიები და დავალებები და შესაბამისად, ეს ძალიან ინდივიდუალურია რა, ვერ ჩასვავ მაგას ვერცერთ ჩარჩოში. ანუ ჩარჩოები ზოგადად ძალიან ცუდი რაღაცა არის, როცა უკვე ძალიან უაზროდ არის, ასე ვთქვათ, ჩასმული მისთვის მიუღებელ ადგილას. ნათალურ რუკაზე დაყნობით, ანუ შენ კარმული მისიის ცოდნამ შეიძლება ვთქვათ, რომ შენი საკუთარი სულიერი ევოლუცია ერთიორად დააჩქაროს, ხო? ანუ მან როდესაც დადიოდი ბრმად და არიწოდი და უბრალოდ შეიძლება კაი ადამიანიც იყავი და რაღაც ზოგად მორალურ ფაზეულობებზე იყავი დაყნობილი, რა თქმა უნდა, კაია, მაგრამ როდესაც იცი კონკრეტული მიმართულება, რა უნდა გაანავითარო, რას ითხოვს სამყარო შენგან ამ კონკრეტულ რეინკარნაციაში. აი, მოდი, ძალიან ესეთ ნათელ მაგალითს მოვიტყვან, მე ძალიან ბევრი მინახია ეგეთი ხალხი, იყო ერთ სოფლის კაცი, იყო ერთი ადამიანი, რომელიც ბევრ ხალხს ეხმარებოდა. მის ნატალურ რუკაში დაღმავალი კვანძი იყო მოთავსებული თევზების ზოდიაკოს ნიშანში, აღმავალი იყო მოთავსებული უკვე ქალწულის ზოდიაკოს შესაბამისად, ანუ ეს კვანძები ყოველთვის საპირისპირო მიმართულებით არიან ყოველთვის ოპოზიციაში ერთმანეთთან. შესაბამისად ადამიანი ეხმარებოდა ხალხს, ეხმარებოდა ფინანსურად, ეხმარებოდა ზოგ სახლებს, უკეთებდა, მოკლედ დიდ საქმეს უკეთებდა სოფელს რა, წყარო გააკეთა, ხალხი მოიყვანა, ну, მოკლედ დიდ თანამდებობაც ჰქონდა. და კარგი სახელიც ჰქონდა, კეთილი ადამიანი იყო და უცებ გარდაეცვალა. ნუ რატო გარდაეცვალა ეს ყველაფერი? ნუ არის ხომ რაღაცა, როცა ხდება უკვე შემდგომ ადამიანის მხრიდან წინა ცხოვრების მისიების გამეორება ხდება. წინა ცხოვრების. იგივე საკეთებდა, რასაც აკეთებდნენ წინა ცხოვრებაში. იმაშინ ეხმარებოდა. არ ადამიანის მისია იყო რა, პრაქტიკული, პრაგმატული ცხოვრებიდან ეცხოვრა, აღარ უნდა დახმარებოდა უკვე სხვებს, იმიტომ რომ გამოიარა ეს ხო რა. სხვა ნიშანით თვისებები უნდა გამოეყენებინა უკვე ამ შემთხვევაში უფრო მომსახურების სფერო უნდა წამოეციეთ წინ რაღაცა და ნუ შესაბამისად ცოტა მატერიალისტი უნდა ყოფილიყო განხდარიყო. ანუ აი ეს ის რაღაცა, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ხო, როგორ შეიძლება, ანუ სიკეთე, მაინც და მაინც სიკეთე ყოველთვის კარგია და რაღაცა ხშირად სიკეთეც ძალიან დამანგრეველია. ანუ ეხლა აი შენი მაგალითიდან რო ავიღოთ, წარმოიდგინე ადამიანი, რომელიც ესე კეთილად არის განწყობილი, რაღაც კარგს აკეთებს მისი აზრით და მართლაც კარგს აკეთებს და ცხოვრებაში პრობლემები არ ელევა. ეხლა მას უჩდება იმ წუთში სასოწარკვეთა, რომ რატო მემართება ეს, ხო? კაი ადამიანი ვარ, მაგრამ პრობლემები ისევ ამ პრობლემებში ვარ და შეიძლება მეორე ადამიანი, რომელიც არც ისე კარგია, ესე რომ ვთქვათ, მას ბედიგვალი უფრო მეტ საჩუქარს აძლევს, ხო? ანუ ეხლა როდესაც ხედავ კარმულად რაშია საქმე, უკვე ეს კითხვები გეხსნება.
ხო, რაც თვითონ ფორმულირება კარგისა და ცუდის არასწორია ჩვენთან აღქმული მოხდი ადამიანებში, რაღაც ეგეთ ჩარჩოებში მოქცეული, არა და ყველაფერი ინდივიდუალური არის. სულ ყველაფერი ინდივიდუალურია და ვერასოდეს ვერ გააკეთებს ადამიანი წინ სვლას და პროგრესს თუ ამ ინდივიდუალურობით არ დაიწყებს განვითარებას და არა სოციალური ან ზოგადი ან ასეთი ზედაპირული შეხედულებით, ხო? ნუ ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს რა. ანუ მოუწოდა ყველას დაფიქრდეს ამ ყველაფერზე და ისწავლოს მოსმენა და მიღება ინფორმაციის, დაფიქრება და კითხვების დასმა. თუ დაინტერესდება ასტროლოგიაში, დიდი ყურადღება მიაქციოს ამ კონკრეტულ მიმართულებას და ჩაეძიოს. საომალოდ მე უკვე გავშილდი თვითონ ამ კვანძების თემებს, გავშილდი თვითონ კარმულ ასტროლოგიას, ინტერპრეტაციებს, როგორ ხდება, რა ხდება, მაგალითებიც მექნება, შეკითხვებს დავსვავ უკვე თვითონ ჩვენ ასტროლოგია ისტორიკის ჯგუფში და პასუხები მექნება უკვე გაცემული უკვე ტელევიზიის საშუალებით, ამიტომ მიაქტიურე თქვენს და ნუ მოკლედ მე უკვე ვეცდებით რომ უკვე სხვა რაღაცებზეც გადავიდეთ, უფრო საინტერესო თემებზეც გადავიდეთ უკვე სამომავლოდ, მაგრამ ნუ ეს შემდეგში. გასაგებია, დარწმუნებული ვარ მომავალშიც ჯეოასტრო TV-ს მაყურებლებს გაანებივრებ საინტერესო გადაცემებით. მით უმეტეს ეს კარმული ასტროლოგია ამოუწურავია, შეიძლება ესე ითქვას, ძალიან ღრმა არის. და მოკლედ ამ ეტაპზე დავასრულოთ გადაცემა. ჩემი აზრით საინტერესო იყო ეს ზოგადი შესავლისთვის კარმულ ასტროლოგიაში. როგორც უკვე გითხრათ, თორნიკემ ეს თემა კიდევ გაიშლება. მე ამით დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.